აღმოვაჩინოთ ქართული კინემატოგრაფია. ამ სახელწოდებით ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა. მსგავსი მასშტაბური პროექტი ბოლოს მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზის პოპ-მიდუს ცენტრში შედგა. პროექტზე 25 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ორგანიზატორებმა სხვადასხვა თაობის რეჟისორების 50-მდე ნამუშევარი შეარჩიეს. მათი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა არქივში ინახებოდა, ნაწილი საქართველოდან გაიგზავნა, ნაწილი კი გოსფილმ ფონდშიც მოიძებნა. პროექტის პირველ ნაწილს სიმბოლურად ოჯახური ამბავი ეწოდა და ის 1920-დან დღემდე პერიოდის სამი სხვადასხვა კინემატოგრაფისტი ოჯახების შემოქმედებას მოიცავს. ეს ნაწილი ფილმმა ელისომ გახსნა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეკრებილებს საქართველოს პრემიერი ქართული კინოს თავისებურებებზე ესაუბრა. ფილმის ჩვენებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, კინოცენტრის ხელმძღვანელი, ასევე იმ რეჟისორთა ნაწილი დაესწრო, რომელთა ფილმები მუმა შეჩეულ ჩამონათვალში მოხვდა. ის ფაქტი, რომ ქართული კინემატოგრაფიის საღამოს აქ ნიუ-იორკში ვაწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების როლზე მეტყველებს და ასევე იმაზე, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს მუდმივი კავშირი. საქართველოში კინოინდუსტრია 1907 წელს დაიბადა. ჰოლივუდმა კი კინოს გადაღება 1910 წელს დაიწყო. მინდა ვთქვა, რომ პირველები ვიყავით მეთქი, მაგრამ სინამდვილეში მსოფლიო კინოინდუსტრიას აქ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ტომას ედისონმა შექმნა პირველი კამერა. მართალია, სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც შეიტანეს კინოკამერის განვითარებაში, მაგრამ სწორედ ამერიკული ალღოს წყალობით შემოვიდა პირველი კამერები საქართველოში. ამგვარად დღეს არა მხოლოდ ქართული კინოს დაარსებას ვზეიმობთ, ეს არის ასევე გლობალიზაციის ზეიმიც. 4 მათგანი, რომლის ჩვენებაც აქ გაიმართება ამერიკული საზოგადოებისთვის, ინახება დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში და მათ შენახვა შენარჩუნებაზე და ხარისხის დაცვაზე მუშაობენ ჩვენი ეროვნული არქივის თანამშრომლები, ამიტომ ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი სიამაყეა, რომ ქვეყნის ეს უნიკალური განძი ნაჩვენები იქნება ამერიკელი მაყურებლისთვის. ელისვარი ის ფილმი, რომელთაც დაიწყო ეროვნული ქართული კინო. და ამიტომაც ხელმძღვანელ მომას აირჩია აი ამ ფილმით, რომ დაიწყოს ეს ვისა. შემდეგ დღეს იქნება ფიროსმანი და ცისფერი მთები. მერე უკვე მიყვება სხვა ფილმები, ლანა ღოღობელის ფილმები იქნება, შეუმბატონო და სხვები და ეს გაგრძელდება რამდენიმე წელს.